ამ ოჯახის ნაწილი გახდით თქვენ, ეს ისტორიული ოჯახია. უი, ამასწინათ მოხვდით Adrian Brody სპექტაკლზე ნიუ-იორკში. ანუ წარმოიდგინე Adrian Brody ვნახე მე რაღაც 50 მეტრის დისტანციიდან და ეს იყო როგორი შოკი, იცი რომ სპექტაკლი წარმოიდგინე ხა? ეხლა წარმოიდგინე Sophie Loren-ი რომ ხო, ერთად რომ მივირთმევთ და ტელევიზორს რო ერთად ვუყურებთ. ესეთი თემა არის რა. როგორ უვლის დღეს თავს? ან ამერ რჩევა ხوار მიგიღია მისგან შენ? სიმართლე გითხრათ, რჩევა ნაკლებად, მაგრამ კომპლიმენტები რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რა თქმა უნდა. არაერთხელ მიმიღია და რა თქმა უნდა ხა როგორც საფლიაში ყველაზე მამაზი ქალი რომ გეტყვის კომპლიმენტს, მაგას რაჯობია. და რაც შეეხება ქალბატონი სოფიას, ხო, ანუ სილამაზის საიდუმლოს შეიძლება ითქვას, მე ესე ვფიქრობ, ჩემი დაკვირვებით, უფრო ჯანსაღი ყვება და ძილის რუტინა, რაც ანუ მოწესრიგებული, კი. მე ვფიქრობ, რომ ორი უმნიშვნელოვანესი თემა, ეგ რაც ალბათ ადამიანს უხანგრძლივებს ახალგაზრდობას. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.